სათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ჩვენი დღევანდელი საუბარი შეეხება იგავს, რომელიც მოთხრობილია ლუკას სახარებაში. მაცხოვართან მიდის ერთი ჭაბუკი და სთხოვს, რომ უფალმა თავის ძმასთან მისი ქონება გაყოს. მაცხოვარი ეუბნება, რომ შვილო, ვინ დამადგინა მე აი ამ საერო საქმეების გამყოფად. ანუ მოზღრება მაცხოვრის არის ღვთაებრივი, ზეციური, ადამიანს განაწყობს სულის ხონებისკენ, მას აძლევს გადარჩენის გზას, საშუალებას და ეს მიწიერი საქმეები გაყოფა ქონებისა, ანგარებაზე ზრუნვა არის მიწიერი საქმეები და მეტი არაფერი. მაცხოვარი შორს არის მისგან და ჩვენც გვასწავლის, რომ უნდა ადამიანი გაშორდეს ანგარებას. და აი ამის შემდგომ უფალი ამბობს, აი ამ თავის ცნობილი გავს, როცა ერთი ადამიანი ცხოვრობს, ის მდიდარია, მას მოუვიდა ძალიან დიდი მოსავალი, ძალიან ბევრი ქონება მან დააგროვა, ვეღარ ინახავს ვერსად თავის აი ამ მოსავალს, მონაგებს და დაიწყო ფიქრი, რა ქნას ახლა ამ ადამიანმა, როგორ დაიუნჯოს თავისი საუნჯე, სად დააბინაოს. მას აქვს ბეღლები, მაგრამ გაივსო ეს ბეღლები და კიდევ დასაბინავებელია. ძალიან დიდი მოსავალი. უცბად წამოიძახებს ეს კაცი, გაუხარდება, გაუნათდება გონება და ამბობს, ვიცი რა უნდა გავაკეთო, ავდგები ჩემ ბეღლებს დავშლი, დავარღვევ, უფრო დიდსა ვაშენებ, იქ შევინახავ აი ამ მონაგებს და ვეტყვი ჩემს თავს. ჩემო თავო, დაჯექი ახლა, არის რამოდენიმე წლიანი მოსავალი, იხარებდე, იშვებდე, იყავი განცხრომაში, იყავი ბედნიერი ცხოვრებით და ასე იყავი ამ ყოფაში. და მაცხოვარი ამბობს, რომ მიმართავს აი იგავში ამ ადამიანს, უგუნო, შენ ამ ღამეს სულს გამონტევებ. ეგ შემოსავალი ექნება ვის დარჩება. ახლა ჩვენ წეღავდით, რომ ეს იგავი მაცხოვარმა მოაყოლა ანგარების თავის დაცვას, რომ ადამიანმა თავს იცავდეს ანგარებისგან და სწორედ მას ეხება ჩვენ დღევანდელი იგავი. პატარა ამონარიდი მინდა წავიკითხო, წმინდა მღვდელმთავარი ეგნატესი ძალიან სიღრმით მოადანამატავს ამ იგავს. დაბრმავებულმა დიდარმა არ იფიქრა ღმერთზე, მრადისობაზე, თავის ღარიბ ძმებზე. მან მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრა და თავის დამუყველად იფიქრა, იმიტომ რომ სულის დანიშნულება დაივიწყა და თავის ოცნებაში მას სხეულისადმი საბოლოო დამონება განუსაზღვრა. მან
არ იფიქრა ღმერთზე, რომელიც მას სიკეთეს აძლევდა და ამით ქველმოქმედებისკენ მოუწოდებდა. მან არ იფიქრა მარადისობაზე, სადაც აუცილებელია ქვეყნის ნაწილის გაგზავნა მოწყალების გზით, რათა იქ ხატაკი სამოთხის სასახლის უღირსი არ აღმოჩნდა. ანუ შეროცა ადამიანი დედამიწაზე ცხოვრობ და გაქვს შემოსავალი, ამას შენ გასცემ მოწყალებად და ამით ნაგზავნი ამ მოწყალებას დღესაში. იქ შენ იუნჯებ, აი ნამდვილ საუნჯეს და იწყობ ერთგვარ სასახლეს, საცა როცა გარდაიცვლები, მაშინ დამკვიდრდები. ასეთი არასწორი ოცნებით ეპირფერება თავის თავს მდიდარი. იგი ამბობს, რომ მისი ქონება დიდი ხნის განმავლობაში საკმარისია და შის გულისხმობს, რომ მისი სიცოცხლეც ასევე დიდხანს გაგრძელდება, ანა კიდევ უფრო დიდხანს. ამ ამაო მერყე ოცნებაზე აფუძნებს იგი თავის განკარგულებებს. საკუთარი თავის მოტყუების მდგომარეობა საერთოა ყველა მომხოჭელი და საწუთროს მოპარი ადამიანისთვის. მიწიერი ცხოვრება მათ მარადიულად წარმოუდგენიათ. სიკვდილზე ფიქრი მათთვის სრულიად უცხოა. თითქოს ისეთ მოვლენაზე იყოს ფიქრი, რომელსაც მათთან არასოდეს არაფერი არ შეიძლება აკავშირებდეს. აი მე კიდე მინდა გამიმეორე წინადადება დააკვირდით, საუბარია დიდ ადამიანს, ვინც იხვეჭავს ქონებას. მიწიერი ცხოვრება მათთვის მარადიულად წარმოუდგენიათ. სიკვდილზე ფიქრი მათთვის სრულიად უცხოა. თითქოს ისეთ მოვლენაზე ფიქრი იყოს, რომელსაც მათთან არასოდეს არაფერი არ შეიძლება აკავშირებდეს. ანუ შენ ქონებას იხვეჭავ, აგროვებ დოლარებს, ევროებს, რაღაცა სახლებს, ვილებს, არ ყოფნის საქართველოს საქართველოში რაღაცებს არ ფიქრობ, არც სიკვდილზე, არც მოყვაზე, არც ღმერთზე, არც შენ სამჟავოზე. თითქოს ქრისტიანი ხარ, აბა შენ ესე ამბობ, აცხადებ, მაგრამ დაგივიწყებია, რომ შენ ელოდები საექიმო ცხოვრებას. შენ ამ ყოფაში ხარ დროებით, რომ აქ ივაწო. აი ღმერთმა შენ გამოგიშინა სახსარი, თავისი მოწყალებით შენ მომცდა საშუალება, რომ შენ რაღაცეების სიკეთეები გააკეთო, მაგრამ შენ ამ ტანას ლავ მიწაში. მალა არავის ეხმარები, ღმერთზე არ ფიქრობ და შენ თავს ამზადებ ჯოჯოხეთისთვის. როცა შენ შეგეძლო ეს ქონება, თქვა სხვაზე გაგეყო, ამით შენ მოგეპოვებინა საუნჯე, ერთგვარი კეთილი საფასეები, შენ ამას ფანტავ, ფლავ მიწაში და შენ სულს ამზადებ ჯოჯოხეთისთვის. რა მოლოდინებს აფუძნებს და მოებული მდიდარი თავის გამდიდრებაზე, მას როგორც ამსოფლად ამბობენ, კარგი ცხოვრება უნდა. რას ნიშნავს ამ გაგებით კარგი ცხოვრება? ეს ნიშნავს თბილად ცხოვრებას, ბევრ ჭამას და სმას, გართობასა და მხიარულებას, რუშობას, ფლანგველობას, ქედმაღლობას, ყველა ახირებისა და ჟინის დაკმაყოფილებას.
თუ საზუთროს უფრო ყურადღებით დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ დიდლის შესახებ სახარებისეული იგავი შეიძლება სარკე იყოს ჩვენთაგანისთვის. თითოეული ჩვენგანი დიდარი კაცის ოცნებებით, გამუდმებით გადაცებული არ არის, მაგრამ ისინი ჩვენ დროდადრო მეტნაკლებად გვიტაცებენ. ანუ შეიძლება ჩვენ ახლა ვის საკუთრებით ვიგებართ, გონია რომ ეს იგავი ჩვენ არ გვეხება, მაგრამ ჩვენც ლიდერები ვართ ჩვენი ცოდვებით. თუ შენ ქონებას არ იხვეჭავ, შენს გავიწყდება საიქიო ცხოვრება. აი ჩვენს ქრისტიანებს ხშირად შეიძლება თქვათ ქონებას ესე ვერ აგროვებ, ვერ ხაპავ და ვეჭავ, მაგრამ შენი ცხოვრება შეუსაბამოა საომავლო ცხოვრებისა. შენ არ იმრავლებ ცოდვებს, უამრავს, ნაკლებად ნანობ, ან სულ არ ნანობ, ან თუ ნანობ ეს შენი სინამდვილე კნინია, ცოტა მცირეა, შენ რო თქვათ შენ ცოდვებზე უნდა ცრემლი ღვარო და რაღაცეები გააკეთო, გამოასწორო ეს რაღაცეები ამის და შენ დროს ხარჯავ ხუჭად და შენც აი ამ ტალანტს, რაც მეთქვა მომსალო იღვაწო ლავ მიწაში. შენ უნდა ადამიანს გეღვაწა, გეშრომა, უნდა სიკეთეები გეკეთებინა, მაგრამ ამის მაგიერ შენ სოდავ, განიკითხავ, იგინები, ასინი ხარ, ჭორაო და რა ვიცი რომელი ერთი. და შემდგომი შენი სინამდვილე მოზღვის და ქრისტიანაში არ არის გულწრფელი. აღსადებაზე მიდიხარ და მოზღვარს თვალებში უყურებ, მან რა მითხრას და რა მეკითხოს. და შენ უნდა შესწავლო მომავდებოდე და უნდა დანომდე შენ ამას გულწრფელად, შენ ამას აღსადებაზე არ ამბობ. არათუ შენ გამოსწორდები ამას არც კი ნამ ამას და შენც აი ამ დროს ლანგავ გულად. როცა დიდარი ცოდვილ ცხოვრებაზე, რომელიც წინ ელოდა, ასეთ კბილად ოცნებობდა, უესრად მის წინააღმდეგ ღვთის განაჩენი გამოცხადა. ამას ღმერთმა უგუნურო, ამას ამესა მიგიღო სული შენი შენგან. ეგე რომელ მოიმზადე, ვისა იყოს, რაც დაემართა დიდარს, ემართება ყველა ადამიანს, ვინც ივიწყებს ღმერთს და მთლიანად ცოდვის მსახურებას ეძლევა. მაშინ როცა ასეთი ადამიანი თავისი სურვილების გასრულებას მიაღწევს, როგორც კი საუკეთესოდ მოეწყობა, ღმერთი უგზავნის სიკვდილს, ან უშვებს რაიმე ბედუკმართობას და ყველაზე გამძლე მიწიერი კეთილდღეობა ინგრევა. ეს გამოხატა უფალმას იმ სიტყვებით, რომლითაც დაასრულა იგავი. ეგრეცა რომელი იუნჯებდეს თავისა თვისა და არა ღვთისა მიერ გამდიდრებოდეს. ასეთია ვერსის მოყვარეობის, ანგარებისა და ზოგადად საკუთრების შეძენის გაძლიერებული მისწრაფების ნაყოფი. მისწრაფებისა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარული წარმართავს. უფალმა ამ მდიდარს უგუნური უწოდა, იმიტომ რომ ეს მდიდარი საკუთარი თავის სიყვარულით დაბრმავებული თავს იტყუებდა, თითქოს მხოლოდ საკუთარი სარგებლობისთვის მოქმედებდა, არსებითად კი მოქმედებდა საკუთარი თავის წინააღმდეგ. იმცირებდა რა თავს ადამიანის მაღალი ღირსებიდან
რომელიც მავარდისთობისთვის არის შექმნილი, რომელიც დედამიწაზე ზეცისთვის უნდა მოქმედებდეს, რომელიც ყოველთვის სურს უნდა აძლევდეს ბატონობა სხეულზე. ღმერთში გამდიდრება ნიშნავს ღვთისადნო ცხოვრებას. სახარების ცნებების მიხედვით წარმართული მიწიერი საქმიანობა სურს უხსნელ სიმდიდრეს აძლევს. ღვთისა და საკუთარი თავის შეცნობას, წმენას, სიმდაბლეს, ღვთისა და მოყვალის სიყვარულს. ასეთი საქმიანობა სწორად განკარგავს მიწიერ ქონებას, როგორც ღვთის ნიჭს და სწორი განკარგულებით ხრწნად ქონებას უხსნელად აქცევს. თავისი საგანძური მიწიდან ზეცაში გადააქვს. როცა მოწყალების გზით ქრისტიანს თავისი ქონება ზეცაში გადააქვს, შეუმჩნევლად ზეცაში გადააქვს თავისი გული, როგორც თავად უფალმა დაამოწმა, სადაცაა საუნჯე შენი, იქ იყოს გული შენი. ასეთი ქრისტიანი ზეცაში იცხოვრებს თავისი ფიქრებით, მიდრეკილებითა და გრძნობებით, როგორც იქ ცხოვრობდა მოციქული, რომელმაც ჯერ კიდევ დედამიწაზე ყოფნისას გაუწყა საკუთარ თავზე ჩვენი მოქალაქობა ზეცათა შინაარს. ამინ. პატარა რეზიუმე ჩვენს დღევანდელ საკითხავზე. პირველი, თუ ადამიანს ქონება ეძლევა ღვთისგან, ის ამას არ უნდა ფლავდეს მიწაში, უნდა ეცოდოს, რომ მან შემოსავალი სხვას გაუყოს, მოყვას, გაჭირებულს, ახლობელს, შეეწიროს სხვის უზრუნვებას. ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანის დახმარება ჭირდება. ის შეიძლება ვერ გეუბნება, შენ ერიდება. რომ შენ ხო იცი, ადამიანს რომ თქვათ 7, 8, 10 შვილი ყავს და ცხოვრობს ქრისტიანად. ადამიანი, ვინც დაქვრივდა და მრავალი შვილი დარჩა, ბავშვი, ვინც დაობლდა და მშობელი აღარ აკავს, ან ასაკიანია, მომლელი არ აკავს, ამდენია ჩვენს გარშემო ესეთი. ის მას ვერ იღებს, ერიდება. რომ დახმარება ითხოვს. შენ ხო იცი, შეგუძო. და თუ შენ მით უმეტეს გაქვს შემოსავალი დიდი, ამას უნდა მოსწალებად გასცემ და არ ფლავდი ამას მიწაში. ჩვენ დღეს მოგვესწავა, რომ ადამიანს ხანდახან ელოდება უეცარი სიკვდილი. ის უნდა მზად იყოს ამისთვის. აი უსმათ ადამიანი, თქვათ, დილას გაიღვიძე, მიდიხარ, თქვათ, აზარში, ან მოდიხარ აზრიდან, ან თქვათ, სამსახურში, ან სადმე და უსმათ რაღაც შეგეძვა, ან გული გაგიშერდა, ან რაღაც დაავადება უსმათ, რაღაცა დაგმართა, ან მოხდა უბედური შემთხვევა. რამდენი შემთხვევა იყო ჩვენს ამ ახლო პერიოდში, რომ ან რაღაცა მეწყერი მომვარდა, ან ვიღაცა მიანაღი ისვა და შემთხვევით ადამიანები დაიხოცნენ. ეს უეცარი სიკვდილია. აი ჩვენ უნდა ღმერთს ვთხოვოთ, რომ დავიფლავოს ამისაგან. რომ შენ მოასწრო აღსანება და ზიარება. მოასწრო მზადება ამისთვის. შენ სულ უნდა ემზადებოდე ყოველ დღე. მაგრამ აი ბოლო წუთს რომ თქვა შენ ზიარება და აღსანება მოხდეს, ღვთისყალობა. შენ ღმერთს უნდა ვთხოვო, ღმერთო, დამიფარე, რომ
უეცარი სიკვდილი არ მეწიოს და არ გავიდი აქედან აღსარების და ზიანების გარეშე. ჩვენგან გაღებული მოწყალება ეს ერთგვარი საგზური არის ესიც. ჩვენ აი ამ ფერადი ქაღალდებით ზოგი მწვანეა, ზოგი ყვითელია, ზოგი რაფერია დღესაში სამკვიდროებს იმსად. შენ შეგიძლია ის რაც ღმერთმა მოგცა თავად ღმერთს მისცე გაჭირებულების სახით. ადგე მათ დაურიგო ეს შენი მაინც არ არის სხვა მოგცა და ისევ შენ შეგიძლია ეს სხვას მისცე და ამით შენ სასუფლებელი მოიმზადო. მაგრამ აი ეს სენი ეს ნება ანგარებისა ისეთია რომ შენ ხილებს გიბურტყავს. რა რომ მეყოლმე მაგაჟიბეში მორიელი ყავსო. საიმოს ფურსვედიას კმენს მორიელი. ეს აი შმაკის ნაკმენებია შენ ხელებზე. რომ გინდა რომ მოსყოლება გაიღო და მაშინვე ხელს გიბურტყავს. მაშინვე სულს გიმღრებს. თუ მოგივიდე ეგეთი კეთილი აზრი შენი ყოლა. ანგელოზისგან მაშინვე აი ეს ეშმაკი შემოგიხვა ეს გველის სახით. გეთა გალოს მოწყალება ის თავის თავს მიხედო შენა ბევრი გაქვს და უამრავი ეგეთი აზრები. და შენ ვაი უნდა დადგე ცხონების გზაზე აი ეს ეშმაკი ანგარებისა ყველაფერს იღუპოს. და ჩვენ გასულთ ხო წმინდა ანტონინო ნახავ თელი დავიწყე ქსელებში რო არ გაფრთხილებული ურვის ქსელებში დემონის ქსელებში. და ვინ გაძვრება აი ამ ქსელებში დაბალი და მორჩილი. დაბალი და მორჩილი კაცი მოწყალია. მას თუ არ გააჩნია გაცემის საშუალება ფულისაკენ ის ხევზე ლოცულობს. კეთილშევას აძლევს. ვერში უდგას, ეხმარება, ხარში ამოუგება, რაც შეუძლია. ბატო დაბალია და იმიტომ. მორჩილია და იმიტომ. ამაყი ადამიანს არ შეუძლია. აი თუ ჩვენ დავაკვირდებით აი თუ ვინმე სხვა რაღაც შემოსავალი აქვს რაღაცა ჩვენ რა ვიცით ის შემოსავალი მაგრამ თქვა მაინც რაღაც აი სიამაყეა შეყოლი და უჭირს მოწყალების გაგება. უჭირს. აღარა საუბარი რაღაცა მილიონებზე ან რაღაცა ათასებზე. 3-5 ველოგას ისიც უჭირს. და შეიძლება იმ საღამოს 4-იან 5-0-იანი ციფრი დაამღეროს რაღაცა ან კაზინოში, ან თამბაში, ან არავაში. და რო დახმარება სხვა ჭირდება, მაგრამ თავისად ვიტყოდ ხეიტყვის. ხევანდელი იგავი ჩვენ გვეუბნება და ახლა ემინდა მას ხაზი გავუსვა. მეც რომ ეს წავიკითხე იგავი და ალბათ თქვენს გონია ჩვენ არ გვეხება. ჩვენ არ ვართ თქვათ მილიონერები რომ რაღაც შემოსავლებს და ეს შეგეძლოთ. არა, ეს ჩვენ გვეხება. ჩვენც ვართ მდიდრები ჩვენი ცოდვებით. რომელიც უნდა შენ ამ ცხოვრებაში უნდა ჩამოიშო. მოინანიო. ხებიდან ჩამოიხსნა. აი ჩვენ რო ველოდებით მერმისამის ცხოვრებას საუკუნესაც იქ შენ ცოდვებით ვერ შეხვალ. აი ეს ქონება შენი ცოდებისა დატოვი აქ. თუ გაქვს რაიმე საშუალება გაიღე მოწყალება იქ შენ ამით მოიმზადებ სამყოფელს
და შემდეგ სუფთა სინდისით წარდეთი ღვთის ჯავრის წინაშე. და შენ მოისმენ გუბრის დათმობს, მოდი გურთხეულო დაიმკვიდრე შენთვის გამზადებული ადგილი. და ღმერთმა ჩვენა მისი ნიჭი მოგცეს, ღმერთმა ჩვენა მისი ძალა მოგცეს, რომ ადამიანს სულ ახსოვდეს, რომ ჩვენ გვიწევს სწავლობა ღვთის ჯავრის წინაშე. შენ სულ უნდა გახსოვდეს ეს, არ უნდა ივიწყო. როგორც შენ ამას ივიწყე, მაშინ ეს გველი დემონი შენ მიგაქანებს საერო საქმეებში. შეიძლება შენ არ ხარ დიდარი პირობითად, მაგრამ თუ შენ ეფლობი აი ამ ერის ცხოვრებაში, ერის საქმეებში, შენ ცდები ცხოვრების გზას. შენ სულ უნდა გახსოვდეს, რომ შენ ელოდები საექიო ცხოვრებას და შენი ერთადერთი მხსნელი არის განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე. ღმერთმა დაგმოსოთ და ღმერთმა დაგმოსოთ.